დაიცვა შეკითხვები, რატომ არაფერს არ ითვალისწინებენ, როდის იტყვიან, რომ აი მოდი დავილაპარაკოთ, გარდამტეხი როდის დადგება, აი მნიშვნელოვან თარიღებს აქვს თუ არა მნიშვნელობა და ასე აი ამ ყველაფრის ირგვლივ მინდა გითხრათ რა. პირველი რაც შეეხება, რატომ არ საუბრობენ ჩვენთან? იმიტომ რომ ჩვენ ძალა არ გვაქვს. ელაპარაკებიან ძლიერს, საფრთხეს არ გრძნობს და საერთოდ არ უნდა შენთან საუბარი, იმიტომ რომ ვერაფერ საფრთხეს ვერ უქმნით დღეს შენ მას. შენ შენით ხარ რაღაცნაირად, ხან ზეიმობ, ხან აპროტესტებ, ხან დადიხარ, ხან ანუ დისკომფორტს ვერ უქმნი, მართლობაში პრობლემებს ვერ უქმნი, ვერაფერ წინააღმდეგობას ვერ უწევ. რატომ უნდა დაგელაპარაკო? გამაგებინე, რატომ უნდა დაგელაპარაკო? აბა საკუთარი თავი წარმოიდგინეთ, თქვენ იყოთ ბიძინა ივანიშვილი და არანაირი ძალა არ გიპირისპირდებოდეს და რაღაც შეთანხმებებზე წახვიდე, ხო, ვერ წახვალ. მეორე საკითხი. ნიშნულოვან თარიღებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ასე ვფიქრობ, ჩემ მოსაზრებას ვამბობ. 9 აპრილი რო არ ყოფილიყო და 9 აპრილის მემორიალთან სხვა დროს რომ ყოფილიყო პირობითად რომ კობახიძე მოდის და მე დავდგე ჩემი შვილის ბანერით და არ მიუშვა, შეიძლება ვერ გავაკეთებდი. 9 აპრილი რო იყო, იმიტომ ვერ გაბედა იქ მოსვლა. ესეც ხო მნიშვნელოვანია. 26 მაისი რომ ყოფილიყო პროტესტის დიდი დღე. 26 მაისი ყოფილიყო პროტესტის დიდი დღე. და მოგვეწოდებინა ხალხისთვის რომ ჩვენ აი მასშტაბურ პროტესტს ვაპირებთ და თუ მობილიზებას მოვახდენთ პირობითად დიდი რაოდენობის ადამიანებისას შეიძლება ულტიმატუმის კი წავა. ულტიმატუმი მარტო ის კი არ არის გადადექი და წადი. ულტიმატუმი არის ერთჯერადად რაღაცა გამოგლიჯო ამათ ხელიდან და აგზნობინო შენი ძალა. 50,000 კაცი რომ მდგარიყო სასამართლოსთან ზურა ჯაფარიძეს დააპატიმრებდნენ, ვერ დააპატიმრებდნენ. 1000 და 500 კაცი რო იდგა, იმიტომ დააპატიმრეს, ჩაავლეს ხელი და წაიყვანეს. ჩვენ ასე თითეულს თალსალკე ერთს, მეორეს, მესამეს, მეხუთეს, მეშვიდეს, აი ესე დააპატიმრებენ და შეყრიან ციხეებში. მაინც ციხეები გვაქვს ჩვენ ბოლოს და რაღაცა ხომ უნდა ვქნათ, რაღაცა ხომ უნდა დამობილიზდეთ, რაღაცა დისკომფორტი შეუქმნათ, წინააღმდეგობა შეუქმნათ, რაღაც წინააღმდეგობის პლატფორმა, მოძრაობა, რაღაცა ქვია. რეალურად ეს ხომ უნდა განვახორციელოთ, არა? ყოფილი, აი, წარმოიდგინეთ ახლა მე ხშირად ვსვამ ამ საკითხებს, რომ არ გამოვა თუ შენი ძალის დემონსტრირება არ ანახე. სად არის ეს ძალაო? აი, აქ წამოვიდა ესე რომ აი საზოგადოებამ უნდა დაინახოს ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც აღვება. აღარ გამოჩნდება ზვიად გამსახურდია, აღარ გამოჩნდება მერაბ კოსტავა. მრავარდების რევოლუციის დროს იყო ქარიზმატული ლიდერი, ყავდა რეალურად, ხო? ისე ვიტყვით, თუ ასე ვიტყვით, ყავდა. არ არის დღეს ისეთი ადამიანი დღევანდელ მოცემულობაში, რომ გამოვიდეს, დროშა დაიჭიროს და თქვა მომყევით, მე ვარ პასუხისმგებელი, მე ვარ ლიდერი და აიყოლიოს ხალხი. ეს არ არის, მაგრამ არის ადამიანთა ერთობა, აი ზუსტად მაგაზე ვმუშაობ და საზოგადოებას მაგას ვუხდით რამდენი ხანია რომ მე თქვენ და ის რომ არა ვართ პირობითად ესეთი ქარიზმატული და ერთს არ გამოყვება, 100 ერთად დავდგეთ, გავაკეთოთ ერთობა, რაღაც სიმძიმის ცენტრი, რაღაც წინააღმდეგობის მძიმე ცენტრი, რომელიც დაგეგმავს, განახორციელებს ისეთ რაღაცებს, რომ საფრთხე შეექმნებათ. მე ის არასდროს არ დაგელაპარაკება, სანამ როგორ სიტუაცია არ შეუქმნიცი, გადაკეთე გზა და ვერ ხსნის. აი მაშინ მოვა და დაგელაპარაკება. პიკეტი გაუკეთე სამინისტროსთან და მინისტრი ვერ შედის, მოვა და დაგელაპარაკება. თუ არაფერი წინააღმდეგობა არ შეუქმნი, არსად არ მოვა და არ დაგელაპარაკება. სულ ასე ვიბლით და კიდევ ერთხელ გრძელვადიანი პროცესია ბრძოლისო. აღარ გვაქვს ჩვენ ბევრი დრო. ივნისის თვეა, ივლისი-აგვისტო ვიცით რაც არის და ხალხს ვერ ნახავ თბილისში, არ იქნება არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობით მოდით და რა სიტუაცია დაალაგდება კაცმა არ იცის, აქედან გამომდინარე, ან ვაკეთებთ საქმეს, ან არ ვაკეთებთ საქმეს და ეს ლოგიკურად მივა სხვა დასასრულამდე და ხვალისთვის ყველას მოგიწოდებთ. ძალის დემონსტრირება მოვახდინოთ, ვაჩვენოთ რუსულ დამპალ რეჟიმს, რამდენი ადამიანი უცხადებს პროტესტს, თუნდაც იმ საზეიმო ვითარებაში, რაც ხვალისთვის არის გამოცხადებული. ძალიან დიდი მადლობა.